გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C#. ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და მოკლედ ეხა რაღაც საინტერესო რაღაც გავაკეთე და მინდა რომ ეგ გაგიზიაროთ. მოკლედ შევქმნი ეგეთი პლატფორმა Shorts.g და იდეა არის ის, რომ შეუძლიათ იუთუბერებს და არა მარტო იუთუბერებს დალოგინდნენ და თავიანთი ატვირთული YouTube ვიდეოებიდან დააგენერირონ შორტები. ნახოთ ეხა შევიდეთ დავაჭიროთ sign in-ს. ანუ რეგისტრაცია არ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება დალოგინება, ვისაც Google-ის აკაუნთი აქვს, მაგათვის. დავლოგინდები ხა ჩემი practical C#-ის YouTube აკაუნთით და ანუ დეშბორდზე გამომიტანს ყველა იმ ვიდეოს, რომელიც მე მაქვს ატვირთული YouTube-ზე. აქვს search-ის ფუნქციონალი და მეტი load more, ანუ სხვა ვიდეოებიც რო ჩამოტვირთოს. ეხა მარტივად რო გაჩვენოთ რამე პატარა მოკლე ვიდეოს ავარჩევ. იყოს მაგალითად wipe coding-ის გარემოს გამართვა. აქ არის ძალიან მარტივი ფორმა, შეგვიძლია პრომპტი მივცეთ, თუ კონკრეტულად რა საკითხზე გვინდა შორტები რო დავაგენერიროთ ამ ვიდეოდან და ასევე ხანგრძლივობა შორტის. დეფოლტად არის 60 წამი. ანუ 60 წამი ან ნაკლებ ხანგრძლივობის შორტს დააგენერირებს. ასევე დეფოლტად აგენერირებს მაქსიმუმ 20 შორტს, მაგრამ შენ შეგიძლია უთხრა რომ დამიგენერირე მხოლოდ 2 ცალი. უთხრათ ეხა პრომპტი, რომ პრომპტი შეგიძლიათ მისცეთ როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მივცემ ინგლისურად ამ შემთხვევაში. Generate one single most interesting moment of this video. ანუ ერთი საინტერესო მომენტი დამიგენერირე ამ ვიდეოდან. და ვაჭერთ generates. ნუ საწყის ეტაპზე ხა ჯერ სატესტო რეჟიმში არის გაშვებული საიტი და ჰოსტილი არის საკმაოდ სუსტ სერვერზე და ცოტა შეიძლება დიდხანს მოუნდეს. ამიტომ დავაპაუზებ ვიდეოს და როცა დაგენერირდება, მე გავაგრძელებ ისევ ჩაწერას. დააგენერირა მოკლედ შორტი და მიჩვენებს აქ რომ ეს შორტი დააგენერირა ამ ვიდეოდან. შეგვიძლია აღვიწყო. ჩემი რაღაც თამაშის მომენტი რო აღვიწყო ეგ დააგენერირა. და ეხლა შემიძლია ესან გადმოვწერო ამ პირდაპირ YouTube-ზე აქედანვე ავტვირთო. Titles და descriptions თვითონვე აგენერირებს AI და publish დაჭერის შემდეგ უკვე თქვენს YouTube გვერდზე გადააიტვირთება ვიდეო როგორც private. და ეს მერე შეგიძლიათ თქვენ იქიდან ან შეცვალოთ. შეცვლა იდეაში აქედან შეგიძლიათ title და description-ი, მაგრამ ხო, შეგიძლიათ მე თვითონ YouTube სტუდიოდან მართოთ ამ ვიდეოს შესახებ. ხო, ეხლა როგორ მუშაობს? პირველად მოგვაქვს ვიდეოს ტრანსკრიპტი, ანუ ის ტექსტი, რაზე ლაპარაკის ტექსტი. მე ამ ტექსტს ვაძლევთ AI-ს, OpenAI არის ინტეგრირებული. ვაძლევთ ტექსტს და თან ვაგზავნით ამ ჩვენ მიერ მიცემულ პრომპტს. და ვეუბნებით AI-ს, რომ მოხმარებელს აინტერესებს აი ეს არის ტრანსკრიპტი და აინტერესებს აი ამ პრომპტის შესაბამისი ნაწილების ამოჭრა. მე AI გვაძლევს ჩვენ GPT 4.1-ს ვიყენებთ მე მგონი. და იქიდან AI გვაძლევს უკვე range-ებს, მაგალითად 0.30 რაღაცა 30 წამიდან 0.60-ზე არის ის მომენტი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის. და მე უკვე ამ range-ს ჩვენ ვჭრით სპეციალური თულის საშუალებით. და ეს არის მოკლე იდეა ამ საიტის. რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში, ასევე შეგიძლიათ დალოგინდეთ და გატესტოთ თქვენ თვითონაც საიტი და ძალიან გამიხარდება თუ ფიდბექს გამოუშვებთ. ავადროებით.